მოგესალმებით. მშობლისკივრი აგრძელებს live სერიებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური სერვისების შესახებ. დღეს გვაქვს რიგით მესამე აღნიშნული სესია, რომლის თემატიკაც არის ბავშვთა რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამის განხილვა. ჩვენ დღევანდელი სტუმრები არის ვერა წოლაძე და თამარ ბერიაშვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტივისტები. ორივე მოწვეული სპიკერი საინტერესო რაკურსით წარმოადგენენ დღევანდელ თემას ბავშვთა რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამას. ქალბატონი ვერა ისაუბრებს იმ პერსპექტივით თუ ასე ვთქვათ რა გამოწვევს და ბარიერებს ხედავს აღნიშნულ პროგრამაში როგორც სერვისის მიმწოდებელი და თამარ ბერიაშვილი ისაუბრებს მშობლის კუთხით დანახულ აღნიშნულ პროგრამას და გაგვაცნობს იმ რეკომენდაციებს, რასაც თვლის რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს აღნიშნულ პროგრამას. ვიდრე უშუალოდ გადავალთ ჩვენს სპიკერებთან, მინდა პატარა მიმოხილვა გავაკეთო აღნიშნული პროგრამის, რომ უკეთ წარმოდგენა შევიქმნათ თუ რა პროგრამაზე ვსაუბრობთ. ბავშვთა რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამა უკვე წლებია მიმდინარეობს ქვეყანაში, ის ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მისი სამიზნე აუდიტორია არის 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. კონკრეტული ასე ვთქვათ დიაგნოზებია საჭირო იმისთვის რომ პროგრამაში მოვხდეთ და ბუნებრივია პროგრამის მიზანია ვთქვათ იმ უნარების გამომუშავებაში დახმარება ბავშვების, რომელიც დაეხმარებათ შემდგომში ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებში. ხო, აღნიშნული რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამა არის თერაპიულ ინტერვენციაზე დაფუძნებული. წელიწადში ხორციელდება 8 კურსი, ეგრეთ წოდებული და თითოეული კურსი მოიცავს სხვადასხვა თერაპიების ასე ვთქვათ ნაზავს, რომელიც განსაზღვრული არის და დამოკიდებულია ბავშვის შეფასებაზე. ვიდრე ბავშვი მოხდება პროგრამაში, როცა მოხდება პროგრამაში, ხდება სპეციალური გეგმის, წლიური გეგმის შემუშავება, რა დროსაც ხდება იმ კონკრეტული თერაპიების დაზუსტება, თუ რაც არის საჭირო რომ ბავშვს ჩაუტარდეს კურსის დროს, ხო? აღნიშნული თერაპია შეიძლება იყოს ფიზიკური თერაპია, შეიძლება იყოს ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, შეიძლება მოიცავდეს ფსიქოლოგიურ ეგრეთ წოდებულ კორექციას, როგორც პროგრამა თავად აღნიშნავს ამას და საჭიროების შემთხვევაში მათ შორის ფსიქოლოგიურ დახმარებას მშობლის. ასევე აქვს დამატებითი პროგრამას არჩევითი მომსახურებები, როგორიც არის ქცევითი თერაპია, შეიძლება იყოს ეს აქვათერაპია, შეიძლება იყოს სპეციალური მასწავლებლის მომსახურება და სხვადასხვა დამატებითი მომსახურება, რომელიც შეიძლება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე იდენტიფიცირდეს გუნდის მიერ, ვინც აფასებს ბავშვს, ხო? ეს არის მოკლე მონახაზი პროგრამის შესახებ, თუ რა თერაპიებს მოიცავს ის, რა ასაკობრივ ზღვარს განსაზღვრავს და მისი სამიზნე ჯგუფი არის. უფრო მეტ დეტალებთან დაკავშირებით, თუ პრაქტიკაში როგორ ხორციელდება აღნიშნული პროგრამა, მოგვაწვის ჩვენი სტუმრები ვერა და ქალბატონი თამარი და უცვლელად ბუნებრივია ჩვენს live სერიებს გვეხმარება ჟესტური ენის თარჯიმანი ლეკუნა. დიდი მადლობა თქვენ. უშუალოდ ვიდრე დავიწყებთ რაღაც სიღრმისეულად ჩასვლას და საუბარს აღნიშნულ პროგრამაზე, დეტალებზე, ხო? მარტივად რომ ავხსნათ, ასე ვთქვათ, მშობლებს, რა საბუთებს ითხოვს პროგრამა, რომ მასში მოხდეს სამიზნე მოსარგებლე და ვთქვათ, სად არის ეს საბუთები მისატანი. ვერა. მოგესალმებით, დიანა, მადლობას გიხდით დღევანდელ დღეს ჩემი მოწვევისთვის. და ნამდვილად ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვისაც არა მხოლოდ როგორც სერვის პროვაიდერისთვის, არამედ როგორც მშობლისთვის, ვინაიდან აღნიშნული სერვისით დღესაც სარგებლობს ჩემი შვილი. რაც შეეხება ამ სერვისით როგორ უნდა ვისარგებლო და რა საბუთებია საჭირო, ეს არის უცვლელად ფორმა 100, რომელსაც წერს უბნის ექიმი ან პედიატრი, ასევე პირადობის მოწმობის ასლი, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ეს უნდა წარმოადგინოთ 0-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, ხოლო 3 წლის შემდგომ ამ საბუთებს
საკითხებს ემატება სტატუსის ფორმა, ანუ ეგრეთ წოდებული მწვანე ბარათი ფიშკა, რასაც ჩვენ ვეძახით. ეს საბუთები უნდა წარმოადგინოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოში და გურიაში, მე წარმოვადგენ გურიის მუნიციპალიტეტს, გურიაში აღნიშნულ სერვისს ვაწვდით მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში სხვათა შორის არის რამოდენიმე სერვის პროვაიდერი რეაბილიტაცია, აბილიტაციის სერვისის მიმწოდებლად. მადლობა. მადლობა, ეს არის ძირითადი ჩამონათვალი იმ დოკუმენტების, რაც უნდა წარადგინოს მშობელმა. ბუნებრივია, ადგილის, თქვათ, სადაც წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტებს არის განსხვავებული ლოკაციის მიხედვით და თუ ვინმე, ასე თქვათ, გვიან შემოგვიერთდა აღნიშნულ ლაივში, ცოტა ალბათ, ასე თქვათ, დავიწყეთ ჩვენი საუბარი დღეს გვაქვს ბავშვთა რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამაზე და ის საბუთების ჩამონათვალი, რომელიც გაგვაცნო დღეს ვერამ, ეხება უშუალოდ ბავშვთა რეაბილიტაცია, აბილიტაციის პროგრამას. მადლობა ვერა. აღნიშნულ საბუთებთან, ასე თქვა, ჩამონათვალთან დაკავშირებით არის ხშირად ყველა პროგრამას აქვს თავისი რიგი ბარიერები, რასაც აფიქსირებენ მშობლები, რომ აი შეიძლება გამოწვევა იყოს ან ამ საბუთის გამზადება, ან ეს იყოს სირთულე, ხო? ამ კუთხით, ანუ საბუთების მომზადების პროცესში რა ბარიერებს აწყდებიან თქვენს რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები. თამარ, თქვენ გამოცდილებას თუ გაგვიზიართ, ამ შემთხვევაში ალბათ კახეთის, ხო? კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს და რა თქმა უნდა მადლობას გიხდით დღევანდელი მოწვევისთვის. ვერამ ამომწურავად უპასუხა თქვენს კითხვას საბუთებთან დაკავშირებით, უბრალოდ დავამატებ თელავის ლოკაციას. თელავში სოციალური მომსახურების სააგენტო მდებარეობს აღმაშენებლის ქუჩა ნომერ 41-ში, სადაც ბავშვთა ზრუნვის განყოფილებაში უნდა მიაკითხოს მშობელმა, წარადგინოს შესაბამისი საბუთები და დაწეროს განცხადება. ნუ რაც შეეხება ბარიერებს, თელავის მაგალითზე გეტყვით, რა თქმა უნდა, და იქიდან გამომდინარე, რომ არის სპეციალისტების ნაკლებობა, ასევე თელავში სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც დადიან ბავშვები მომსახურების მისაღებად და საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. ვერ ხერხდება ყველა ბავშვის პროგრამაში დროულად ჩართვა და უწევთ რიგში ყოფნა, რაც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ბოლო პერიოდში კი უკეთესი სიტუაცია ამ მხრივ, თუმცა ერთეული შემთხვევა კიდევ ერთ გამოწვევად შეიძლება ჩავთვალოთ ინფორმაციის ნაკლებობა, ზოგადად პროგრამის და საჭირო საბუთების შესახებ. და ძალიან კარგია, რომ დღეს სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ და ბევრ მშობელს მივაწვდით ინფორმაციას. მადლობა თამარ. ინფორმაციის ნაკლებობა სხვადასხვა სერვისების შესახებ, ზოგადად, ასე ვთქვათ, სტანდარტულ ხაზად გაზდევს ხოლმე ყველა პროგრამას, ნებისმიერ სერვისს ხშირად სხვადასხვა მიზეზები არის ამ ინფორმაციის ნაკლებობის, ბუნებრივია და მეორე პრობლემა ძირითადად რაც დაასახელეთ, ეს დიდი ვთქვათ, მოსაცდელი ვადა, ვიდრე რეალურად მოხდები პროგრამაში, რეალურად უკან ხევს ბავშვს და თქვათ ართმევს იმ აუცილებელ რაღაც დროს, რომელიც შეიძლება მიზან მიმართული ყოფილიყო მის აქტიურ რეაბილიტაციასა და სოციალიზაციასა გარემოში, ხო? მადლობა. წარმოვიდგინოთ ის მდგომარეობა ახლა, როდესაც უკვე მშობელი მოხვდა პროგრამაში, შეიძლება დიდი ხანს იყო მომლოდინეთა სიაში, მაგრამ მოხვდა პროგრამაში და უნდა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ჩარევა, რაღაცა, ასე ვთქვათ, ამ პროგრამის და ამოქმედება, ხო? მას შემდგომ რაც პროგრამა ამოქმედება, ბავშვი ჩაირიცხება და ბავშვი მიდის სერვისის მიმწოდებელთან, ხო? აი მაგალითად ვერა მოვიდა თქვენთან ბავშვი, მშობელთან ერთად და აი რა ბარიერებს აწყდებით თქვენ უშუალოდ სერვისის მიწოდების მხრივ და ეს საინტერესო იქნება მოვისმინოთ როგორც თქვენგან, რას ხედავთ თქვენც როგორც სერვის პროვაიდერი და ალბათ თამარის გაგვიზიარებს მის გამოცდილებას, ის როგორც მშობელი რა ბარიერებს აწყდება უშუალოდ სერვისის მიწოდების დროს.
დიანა, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეეხე სერვისის და ძირითადად ეს ვიწყებთ, ჩვენი სერვისი იწყება მშობლის მოსვლით და პირველად მშობელთან კომუნიკაციით, რა დროსაც ვაწყდებით ბარიერს, ეს არის პროგრამის მნიშვნელობის და არსის გაგებასთან დაკავშირებით. ძირითადად ეხლა ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვისაუბრო, როდესაც თერაპევტები მშობლებს თავაზობენ დაუშვათ ორ დროს თერაპიული საათის, რა დროსაც შეუძლიათ ბავშვის მიღება, აქ ხვდებით ხოლმე ძალიან დიდ ბარიერს, როდესაც მშობელს უნდა კონკრეტულად მისთვის მორგებული დრო, რაღაც კონკრეტული საათი. თუმცა იმას არ ითვალისწინებს ეს რამდენად არის შესაძლებელი თერაპევტის მხრიდან იყოს მასზე მორგებული. თუმცა ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხდება, რომ ორი ალტერნატიული დროის შეთავაზება და იმ ალტერნატიულ დროს უნდა მოერგოს მშობელი. ასევე ცენტრის შენობის დატოვება მშობლის მიერ, მოყავთ ბავშვები, ტოვებენ თერაპიებზე, იცით რომ ერთი თერაპიიდან მეორე თერაპიაზე გადადის ბავშვი და ამ პროცესში ბავშვი ან სპეციალისტს უწევს ხოლმე მეორე თერაპევტის ოთახში შეიყვანოს ბავშვი. ესეც მშობლები ძირითადად გვიტოვებენ, ასე ვთქვათ, ბავშვებს და თვითონ გადიან ცენტრიდან. და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ წინასწარ არ გვაფრთხილებენ, როდესაც აცდენენ თერაპიას. ამ დროს იკარგება ბუნებრივია სპეციალისტების რესურსიც, იცთის, ძალიან ბევრი პრობლემა და ბარიერია ამ მიმართულებით. ყველაზე მწვავედ, განსაკუთრებით გურიაში მაღალმთიანი რელიეფიდან გამომდინარე, ეს არის ტრანსპორტირება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტრანსპორტირების დაფინანსება ხერხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან, სამწუხაროდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე იგივეს ვერ ვიტყვი. თუმცა აქ არის ასევე პრობლემა ის, რომ კი აფინანსებს, მაგრამ გაუმართავი ტრანსპორტი და გაუმართავი სამარშრუტო ხაზები. ვინაიდან დღეში მხოლოდ ერთხელ ხდება ძირითად სოფლებში, რომ მარშრუტკა ჩამოვიდეს ან ავტობუსი კონკრეტულ ლოკაციაზე. ძირითადი ასევე არის ვიწრო სპეციალიზაციის მქონე სპეციალისტები და ეს არის ძირითადად ოკუპაციური თერაპევტი, ვინაიდან გურიაში სამწუხაროდ ხელმიუწვდომელია და ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, რომ ყავდეს და შევძლოთ სენსორული თერაპიის განხორციელება, ოკუპაციური თერაპიის განხორციელება, თუმცა ეს ძალიან დიდი ბარიერია ჩვენთვის. და ასევე სერვისიდან კადრების გადინება, რაც სამწუხაროდ დაკავშირებულია იმ წირ ანაზღაურებასთან, რისი მიცემაც ჩვენ თავად სერვის პროვაიდერებს გვიწევს მათთვის. და ყველაზე მწვავე, რაც ეს არის პროგრამის სუპერვიზირება არ ხდება, ეს არის ყველაზე მწვავე პრობლემა ჩვენთვის ამ ეტაპისთვის. მადლობა, ვერა. უხვისი აღმოჩნდა, ალბათ თამარსაც ვთხოვოთ, რომ დაამატოს და მინდა უბრალოდ შევაჯამო მერე ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის თუ რა პრობლემები დასახელდა აღნიშნული პროგრამის მიმართულებით. ალბათ თამარ გისმენთ? მადლობა კითხვისთვის, დიანა. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ესე ვთქვათ, სამწუხარო საკითხებია. გავაჟღერებ რამდენიმეს მეც მომსახურების გაუმჯობესების მიზნით უკვე მეორე წელია პროგრამაში ჩართვის აუჩერი ტელეფონის ნომერზე შეტყობინების სახით გვეგზავნება ყოველთვიურად, თუმცა აქაც ვხვდებით რიგ პრობლემებს, მაგალითად ზოგ შემთხვევაში შეტყობინება არ მოდის დროულად. არის შემთხვევები, როდესაც მშობელს შემთხვევით წაეშლება შეტყობინება, ან საერთოდ ტელეფონის ნომერს ცვლის. ასეთ შემთხვევაში ვერ ხერხდება სერვისის მიღება დროულად და თვითონ პროგრამის კოორდინატორს უწევს დამატებითი წვალება. კიდევ ერთი პრობლემა ვერამაც ახსენა, ჩვენთანაც ტრანსპორტირება გახლავთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც დადიან ბავშვები თელავში სერვისის მისაღებად, რაც საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული და ზოგ მშობელს სამწუხაროდ არ აქვს იმისი საშუალება, რომ ატაროს ბავშვი სერვისების მისაღებად, ამის გამო ბავშვი ან საერთოდ ვერ იღებს სერვისს, ან უხდება დღეების გაცდენა. ხოლო ბავშვის მიზეზით გაცდენილი დღეების თერაპიების ანაზღაურება კი არ ხდება. და რაც ყველაზე მეტად მაწუხებს პირადად მე, როგორც სერვისის მოსარგებლეს, არის პროგრამის ხანგრძლივობა. პროგრამა მხოლოდ 18 წლამდეა და 18 წლის შემდეგ ბავშვები რჩებიან სერვისის მიღმა. ბევრი მათგანი სამწუხაროდ სახლში იკეტება და ვეღარ ახდენ სოციალიზაციას, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე.
მადლობა, გავამდიდრე იმ ასე ვთქვათ ვარიერების თუ გამოწვევების სია, რომელიც ორივე მხარემ დააფიქსირა, მინდა უბრალოდ შევაჯამო, აი რაღაცა გვაქვს რაღაც ტიპის ბარიერები, რაც ალბათ გადალახვადია და მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ხარისხობრივ ზიანს არ მოუტანს პროგრამას, თქვათ რაღაცა ტექნიკური ხარვეზები, მესიჯის მიღების დროს რაც საშუალებას მიცემს ბავშვ ისარგებლოს პროგრამით, აი შიდა მის კომუნიკაციას ვიტყვი, როდესაც თქვათ ბავშვი აცდენს ან რაღაცა და ამის შესახებ არ ხდება დროული, ასე ვთქვათ, ინფორმირება სერვის პროვაიდერის, ან შეიძლება პირიქით მოხდეს, არ ვიცი. თუმცა არის რაღაც საკითხები, რაზედაც თქვენ საერთო პოზიცია გქონდათ, ეს იყო ტრანსპორტირება, რომელიც როგორც ჩანს ორივე მხარესთვის გამოწვევას წარმოადგენს, ბუნებრივია. ეს არის ის ბარიერი, რის გამოთაც ხშირად ვერ ხდება სერვისის მიწოდება, იმიტომ რომ ვერ მიდის სერვისის მოსარგებლე სერვისამდე და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რეალურად სერვისის მიწოდება ხდება ცენტრის ბაზაზე, ხო? ჩვენ გასულ კვირას ჰქონდა საუბარი ადრეული განვითარების პროგრამაზე, როდესაც სერვისი ისე იყო თქვათ მოქნილი, რომ სერვისი მიდიოდა ასე ვთქვათ ბავშვამდე და მის ბუნებრივ გარემომდე, ხო? აქ მშობელს უწევს მისვლა და ტრანსპორტირება, რომელიც მაღალმთიან სოფელებში და რეგიონებში არის, რომ არა ესე მოწესრიგებული დაბრკოლებას წარმოადგენს და ალბათ შეიძლება ეს თერაპიების საათების შეთანხმება სწორედ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს, რომ ვერ ხდება იმის გამო, რომ უნდა ავეწყოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტირებას, ხო? ასევე მნიშვნელოვანი ხარისხობრივ რაც მენიშნა ვერა მისაუბრა, ეს არის, როდესაც მშობელი ტოვებს ბავშვს და მიდის, ნუ რეალურად დატოვების ქვეშ გულისხმობთ იმას, რომ ჩართული არ არის პროცესში იმდენად აქტიურად, რომ იცოდეს რა ტიპის ჩარევები მიმდინარეობს და თქვათ როგორ შეიძლება აღნიშნული ჩარევის შედეგად დამდგარი შედეგი თუნდაც მშობელმა შემდგომ გააგრძელოს სახლის პირობებში ან რა რეკომენდაციები ექნება. ხო, ალბათ მეტი ჩართულობა მშობლისგან რომ აქტიურად იყოს ამ პროცესში ჩართული, კარგი იქნება, იმიტომ საკმაოდ არც ისე ბევრი სესიაზეა საუბარი, ხო, წელის მანძილზე და ალბათ თითოეული საათს მნიშვნელობა აქვს. ვიტრო სპეციალისტების არ არსებობა რეგიონში, მანამდე ცოტახნით ადრე ჩამოვთვალეთ ჩვენ, რომ ოკუპაციური თერაპიას, ენისა და მეტყველების თერაპიას მოიაზრებს, ხო, ეს აღნიშნული პროგრამა და შეიძლება აღნიშნულ, ასე ვთქვათ, სერვისებზე წვდომა ყველა სერვის პროვაიდერს განსაკუთრებით რომელიც რეგიონშია წარმოდგენილი არ კონდეს. და შესაბამისად მრავალფეროვნება სერვისისას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აღნიშნულ სერვისს არ აქვს სუპერვიზიის კომპონენტი, ხო? და ადრეულ განვითარების პროგრამასთან შედარებით, ყოველთვის ვადარებ წინა ჩვენს ხოლმე ლაივ სერიებს, რაც განასხვავებს ამ პროგრამას და რა თქმა უნდა ის რომ ყველა პროგრამა უნდა იყოს უწყვეტი და მთელი ცხოვრება იღებდეს ადამიანის სერვისს ამ თემასთან დაკავშირებით პრობლემა წარმოწია თამარმა, როდესაც ისაუბრა რომ ეს რეალურად 18 წლამდე არ უნდა იყოს და უნდა მიყვებოდეს ადამიანს ალბათ იმ დრომდე ვიდრე მას ესე დასჭირდება, ხო და ესაჭიროება. ყველა სხვა პრობლემა რაღაც ესეთი იყო, შედარებით, ასე ვთქვათ, ალბათ მარტივად მოგვარებადი შეთანხმების თემა, თუმცა რაღაც რიგი საკითხები, რაც თქვენ დაასახელეთ, საჭიროებს ალბათ გადაწყვეტილების მიღება პირთა ჩართულობას ან ადგილობრივ ან ცენტრალურ დონეზე, ხო? და ამ კუთხით რო გადავინაცვლოთ, რა იქნება თქვენი რეკომენდაციები ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რას ურჩევდით და თუ კი იცით კონკრეტულად ვინ იქნებოდა ის მხარე, ვისაც თვლით რომ აი კარგი იქნება თუ მუნიციპალიტეტი ამას ჩაერთვება ან თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამ კუთხით იმუშავებს, რომ გვირჩიოთ. ვერა და თამარ. დიანა, ნამდვილად, ანუ ძირითადად ეხლა რასაც შევეხეთ ეს მშობლის კომპონენტს და ანუ აქ ძირითადად კარგი იქნება საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრები, რასაც სერვის პროვაიდერები ძირითადად ვაკეთებთ, არა მარტო ჩვენ, არამედ თითოეული ჩვენი სპეციალისტი ცალ-ცალკე ესაუბრება მშობლებს, თუმცა ეს ალბათ უფრო ხშირი, სისტემატიური სახის თუ იქნება ან კიდევ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან კიდევ მიიღებენ ამის შესახებ ინფორმაციას, აი, დავუშვათ დღეს როგორც ხდება მშობლის კივრი და
სპეციალისტებიდან, ან ადგილობრივ დონეზე სხვა ორგანიზაციებიდან, როდესაც ამის სამართლებენ ჩვენთან პროგრამაში, ასევე ხშირად რომ გაუმეორონ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა კონკრეტულ სერვისში და რომ მათ თავიანთ შვილებთან უნდა იყვნენ, უნდა უყურონ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მონიტორინგის მიზნით დაუშვათ თითოეული სპეციალისტი რამდენად კარგად მუშაობს და მე თვითონ რა წაიღოს სახლში, რომ შემდეგ საკუთარ შვილთან იგივე გააკეთოს და ჩვენ ცენტრში დაახლოებით 2 საათია ალბათ ბავშვი და დანარჩენი უკვე არის ყველაფერი მშობელზე და ოჯახზე დამოკიდებული. ძირითადი ნაწილი ჩემი, ასე ვთქვათ, ბარიერებისა და რეკომენდაციებისა შეეხებოდა ფინანსურ ნაწილს. ეს არის ტრანსპორტირების მხარე, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით შეიძლება მოგვარდეს და ალბათ უფრო ფინანსური მხარე უნდა იყოს მეტად, ასე ვთქვათ, ანაზღაურებული, ვინაიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივი ტრანსპორტის ღირებულებას იხდიან, რაც ღირს კონკრეტული სოფლის მიმართულებით და მაღალმთიან სოფლებზე უფრო მეტი თუ იქნება გათვალისწინებული თანხები, რომ იმათმა შეძლონ დაუშვათ ტაქსით ან კონკრეტულად რაიმე პირადი მანქანით გადაადგილება, მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება არსებული სერვისი. რაც შეეხება კადრების გადინებას და სუპერვიზირებას, ეს ნამდვილად ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც პირდაპირ ფინანსებთან არის მიბმული და ეს უშუალოდ, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ანუ თვით ამ მიმართულებით მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად ადრეული განვითარების პროგრამაში სუპერვიზიის კომპონენტი ჩვენთვის როგორც სერვის პროვაიდერებისთვის ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება და იგივენაირად ნამდვილად აი ამ პროგრამაშიც წელში გამართულები ვიქნებით პროგრამული კუთხით თუ გვეყოლება ჩვენ სუპერვაიზერი. დიდი მადლობა ვერა თამამი რეკომენდაციებისთვის, მათ შორის აი შიდა ხარისხობრივი კუთხით, რასაც თქვენ როგორც პროვაიდერი ისურვებდით, ხო? თამარ, თქვენის მხრიდან მშობლის პოზიცია ძალიან საინტერესო იქნებოდა რეკომენდაციების ნაწილში. დიახ, თითქმის იგივე რეკომენდაციები მექნება, რაც ვერამაც აღნიშნა. ჩვენ შემთხვევაშიც, როგორც ვახსენე, ტრანსპორტირება ძალიან მწვავე პრობლემად რჩება და რეკომენდაციის სახით ძალიან კარგი იქნებოდა და ძალიან დაეხმარებოდა მშობლებს ამ ხარჯის დაფინანსება, თუნდაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტების მერიის მხრიდან. ასევე ძალიან დაგვეხმარებოდა სპეციალისტების დამატება, რაც შეამცირებდა სერვისის მომლოდინე ბავშვების რიგს და როგორც აღნიშნე, პროგრამის ხანგრძლივობის გაზრდასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის თუნდაც 25 წლამდე მაინც რომ გაიზარდოს პროგრამა და რომ შეეძლოთ ბავშვებს თავიანთი თავის რეალიზება და დასრულების შემდეგ აღარ მოუწიოთ სახლში ჩაკეტვა. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება განხორციელდეს. დიდი მადლობა, რომ შევაჯამოთ ჩვენი რეკომენდაციები. ზოგადად ცნობიერების ამაღლება და საინფორმაციო კამპანიები, რომელიც დაეხმარება მშობელს თუ რა ვიცი ბავშვის ოფიციალურ წარმომადგენელს მეორეს უკეთ გაიგოს პროგრამის მიზნები, საჭიროებები და მათ შორის დაინახოს საკუთარი თავის როლი აღნიშნულ პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ამ მხრივ რაღაც აგური შეგვაქვს და წვლილი მშობლის კიურსაც ამმართულებით გვიხარია. თანადაფინანსების გაზრდა რაღაცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან თუნდაც ტრანსპორტირების მიმართულებით რაც ორივე მხარემ დააფიქსირა ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად იმ დროს განსაკუთრებით, როდესაც არ არის მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაღალმთიანი რეგიონებიდან ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება სისტემა საერთოდ არ არსებობდეს, ამიტომ ნამდვილად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილება, რომ აღნიშნულ კომპონენტზე, ასე ვთქვათ, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მონაწილეობა გამოიჩინოს, თუნდაც თანამონაწილეობა, მათ შორის ფინანსური კუთხით. ეს სუპერვიზიის თემა და გადინება, პირდაპირ კავშირშია უშუალოდ ვაუჩერის თანხასთან და დაფინანსების მნიშვნელობასთან, რაც ალბათ თუ კი ვაუჩერის რაღაც თანხა კონკრეტული გაიზრდება და ასე შემდგომ ორგანიზაციებიც შეძლებენ სპეციალისტების დამატებას, რაღაცა რომ უფრო მეტი ადამიანი ყავდეს, რომ ეს რაღაცა მოლოდინე რიგსაც უფრო ადვილად გაუმკლავდნენ, ხო, რაც ასევე გადაჭრის მშობლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებს და ბოლოს მინდა დავასრულო მაინც ეს
18 წლის ზევით რომ პროგრამა გახანგრძლივდეს ეს პრობლემა ფაქტურად უმეტეს პროგრამას აქვს ძალიან წირია იმ პროგრამების ასე თქვა ჩამონათვალე რომელიც 18 წლის ზევით გრძელდება და რეაბილიტაციის ტიპის სერვისები ფაქტურად არ აქვს ქვეყანაში 18 წლის ზევით და ამ მიმართულებით უკვე დიდი ხნის უკან სახელმწიფომ აღიარა თავისი ვალდებულება და არაერთ სამოქმედო გეგმაში ვიხილეთ რომ უნდა დაიწყოს და იწყებს ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა რეგიონებამდე აღნიშნული სერვისი ჯერ არ მისულა. და იმედს ვიტევებთ, რომ ადამიანი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მიიღებს იმ სერვისს, რომელიც მას სჭირდება. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ვერა, თამარ, ლეკუნა. ჩვენი დღევანდელი ლაივი დასრულდა, რომელიც ფარავდა თემას ბავშვთა რეაბილიტაციას და მომდევნო კვირას ჩვენ გვექნება გაგრძელება აღნიშნული თემატიკის სოციალური სერვისების მიმართულებით და უკვე ვისაუბრებთ დღის ცენტრების პროგრამაზე არანაკლებ საინტერესო სტუმრებთან ერთად. დიდი მადლობა თქვენ, ვერა, თამარ, ლეკუნა. კარგად გრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.